წარმოიდგინე 40 მეტრის სიმაღლის რკინის კოშკი, რომელიც ქალაქის კედლებისკენ მოემართება. ეს არის ჰელეპოლისი, ისტორიაში ყველაზე დიდი ალყის მანქანა. ჩვენ გაჩვენებთ ანტიკურ საინჟინრო სისტემას, რომელმაც ომის მასშტაბები სამუდამოდ შეცვალა. ეს 160 ტონიანი გიგანტი 9 სართულისგან შედგებოდა. ყოველი მხრიდან ის რკინის ფირფიტებით იყო შეჯავშნული, რათა ცეცხლისგან დაეცვათ. ამ საინჟინრო სისტემას 3400 მეომარი ამოძრავებდა. შიგნით განლაგებული იყო სხვადასხვა კალიბრის კატაპულტები, რომლებიც კედლებს, ლოდებსა და ისრებს უშენდნენ. კოშკი 8 გიგანტურ ბორბალზე იდგა, რომლებიც ნებისმიერი მიმართულებით ბრუნავდნენ. ეს იყო თავისი დროის ყველაზე დახვეწილი აპარატურა. როდოსელებმა მხოლოდ ერთი გზით შეაჩერეს ის. კედლის წინ ტერიტორია დათბორეს, რის გამოც 160 ტონიანი მანქანა ტალახში ჩაიფლო. მარცხის შემდეგ მაკედონელებმა ეს მანქანა მიატოვეს. როდოსელებმა ის დაშალეს და დარჩენილი რკინისა და ბრინჯაოსგან მსოფლიოს საოცრება, როდოსის კოლოსი ააგეს. ეს არის ფიზიკური დასტური იმისა, თუ რა მასშტაბებს აღწევდა ანტიკური ინჟინერია. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მანქანის ზომა თუ მისი მობილურობა? დაწერე შენი აზრი კომენტარებში და თუ ასეთი მყარი ისტორიული ფაქტები გაინტერესებს, გამოიწერე გვერდი.